საღამოშუდებით ეთერშია მთავარი 6-ე მე ქეთა ციცქიშვილი ვარ. სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. ამ ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბა დღეს ხალხი მთავრობის ადმინისტრაციასთან. მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები მთელი საქართველოდან ხელისუფლებას ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმდება, ამიტომ მისი გადაყვანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ზურა პეტროსიანი განაგრძობს ახლა აქციის დეტალებზე საუბარს. დღევანდელი საპროტესტო აქცია ნამდვილად შედგა და საპროტესტოზე მეტად ეს აქცია იყო ჰუმანური, როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, ვინაიდან მთავარი მოთხოვნა, რომელიც გააჟღერეს იქ მყოფმა ადამიანებმა, იყო ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იქ იყვნენ შეყრებილი როგორც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ასევე ექიმებიც და მთავარი მოთხოვნა სწორედ ასე ჟღერდა, რომ ახლო პაციენტის უფლებები არის დასაცავი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის აქ და დარჩენა და შესაბამისად მისი მკურნალობა ქართული მედიცინის სისტემაში. მშვიდობიანი აქცია არის, ადამიანები ცდილობენ გადაარჩინონ ერთი ადამიანის სიცოცხლე, ეს არის ეს აქცია. ოჯახის მოთხოვნა არც ერთხელ არ შეცვლილა. მუდმივად არის ის, რომ გადავარჩინოთ როგორმე, იმიტომ რომ უარესდება მისი უკაცრავად მდგომარეობა. მე ამას ყოველდღე ვხედავ. ჩემი შთაბეჭდილებით ციხის პირობებში გინდა დაარქვი ვივამედი, გინდა დაარქვი რაღაცა ჰოსპიტალი გორში. აი ამ პირობებში ამდენი დიაგნოზების მქონე კაცის რეაბილიტაცია პლუს ძიმე მეტალებით თუ ეს გამართა და გამართლებული და რეალურად არსებობს და რეალური პასუხება სამშაბათს, არც ერთ კლინიკას საქართველოში დღეს სამწუხაროდ მისი დონიდან გამომდინარე ამ უნდა ვლაპარაკობდე არ შეუძლია ეს გაკეთება და ეს თავარი მოთხოვნა გამომდინარეობს რამოდენიმე წყება ექიმებისაგან სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა ქვეყნისა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მის გამოჯამთელება შესაძლებელია მხოლოდ რადიკალურად შეცვლით მკურნალობის ტაქტიკისა და ამ ტაქტიკაში სხვადასხვა ახალი ღონისძიებების ჩართვის შედეგად. ასე რომ ეს არის მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების ცოდნის მოთხოვნა. გასაკვირია ადამიანმა გაუძლოს ამას ყველაფერს. რაღაცა აი ეთყობა ძალიან ძლიერი პიროვნებაა, რომელიც უძლებს აი ამ 12 თუ 15 დიაგნოზია. აქედან კიდე როგორც დავადგინეთ, ძიმე მეტალებით მოწამვლა, ლატენტური ტუბერკულოზი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ექიმები ვითხოვთ უბრალო ავადმყოფის, პატიმარი ავადმყოფის გადარჩენად. რაც შეუძლებელია, ეს ხმამაღლა უნდა თქვა და ჩვენ კოლეგებსაც მოუწოდებთ ალბათ და თვითონ კოლეგები უნდა გამოვიდნენ, ვინც მართავს ამ პროცესებს, დაავადებას, ვინც მართავს და მან უნდა თქვას, რომ შეუძლებელია საქართველოში ასეთი მძიმე პაციენტის მართვა. დღევანდელ აქციაზე მედიკოსებთან და რიგით ადამიანებთან ერთად გვერდიგვერდ იდგნენ პოლიტიკოსებიც, განურჩევლად პარტიისა. მათი მოთხოვნაც არის უცვლელი ის, რომ ახლა უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამისთვის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იქ იმყოფებოდა, ეძებს ბერკეტს და ამ ბერკეტში მათ შორის ხედავენ გაერთიანების პრინციპსაც, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება იმის დამარცხება და ეს გაკეთებაც სურს ქართულ ოცნებას, ვინაიდან ყველა მათგანი ამბობს, რომ კობახიძის ენით მათ უკვე გაავრცელეს ის გზავნილი სასამართლოს მიმართ, რაც უნდა მორჩილმა სასამართლომ შეასრულოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღურად უარესდება, აქ არ შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას. შესაბამისად, ახლა მთავარი ამოცანა, რომელსაც ემსახურება მმართველი პარტია, არის ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დარჩეს პატიმრობაში სააკაშვილი. სწორედ ამის წინააღმდეგ მოქმედებს ახლა ყველა პოლიტიკური პარტია და დღეს კიდევ ერთხელ მათ გააგონეს ხმა ხელისუფლებას და მთავარი გზავნილი გააჟღეროს, რომ ახლა უნდა გადაიდოს გვერდით ყველა პოლიტიკური ვნებათა ხელვა და უნდა იყოს შესრულებული მთავარი ამოცანა სააკაშვილის დაუყოვნებლივი გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, თუ მიხეილ სააკაშვილს მისი სასამართლო მორჩილი საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანს, ანუ არ გააკეთებს იმას, რასაც მთელი სოფლიო მოუწოდებს, ხო? ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება და ამ ქვეყანაში არავინ არ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილოდ გამეტებას. ეს არის ცხადზე უცხადეს და ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა. მის სისხლში აღმოჩენილია მომწამლელი ნივთიერება, ხო? ეს პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ეს არ არის პარტიული, ვიწრო პარტიული საქმე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა და ამიტომ დღეს აქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ექიმები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რას ითხოვენ, რომ პრეზიდენტი არ მოკლას ხელისუფლებამ
და შეიძლება მიცეს რომ მესამე ქვეყანაში მოხდეს მისი მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვარზე, ბუნებრივია არის ერთადერთი მისი გაყვანა მესამე ქვეყანაში და სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ადამიანი ყოველდღიურად ნადგურდებოდეს და არ არსებობდეს ხელისუფლებისგან წინ გადადგმული ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარული მიზნით დახმარება აღმოუჩინო, აქ არ არის პოლიტიკურ განწყობებზე საუბარი. საქართველოს სახელმწიფოს ნორმალურად, ადეკვატურად არსებობის გაგრძელება სჭირდება, რომ მისი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განთავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან. ვის მოსწონს, ვის არ მოსწონს ხალხო, ამაში არ არის საქმე. ეს არ არის ცივილური დამოკიდებულება. ჩვენ ევროკავშირი რო გვინდა, განვითარება რო გვინდა, ყველაფერი რო გვინდა, ხო, უნდა ვისწავლოთ ცივილური დამოკიდებულება. მეტი აქტივობა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც, გვარამიას თავისუფლებაც, ყველა პატიმარის თავისუფლება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა დგას ერთიანობაში. უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში. არც სასამართლო არ არსებობს და ყველაფერი იმართება ერთი კაცის პოლიტიკური გადაწყვეტილებით და ეს ადამიანი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა იყოს გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც აქვს ესეთი სიტუაციების, ესეთი დაავადების მკურნალობის გამოცდილება. ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს და აქედან გამომდინარე, ნუ მოვკლავთ ადამიანს. მაშინ დღევანდელი საპროტესტო აქცია შედგა და ხალხის ხმა დიდი ალბათობით ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოისმინა. რაც შეეხება ხვალიდან დასაწყებ პროცესებს, უკვე ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ელოდებიან ტოქსიკოლოგიის შედეგებს, ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლებიც შეერთებული შტატებიდან უნდა იყოს გადმოგზავნილი და ამ პასუხით უნდა გავიგოთ, როგორ მოხდა მძიმე მეტალები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ამის შემდეგ უკვე შეიქმნება საბოლოო დოკუმენტი, ინგლისური ენიდან სათარგმნი დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაეცემა უფლებადამცველებს მესამე პრეზიდენტის იმისთვის, რომ მათ წარადგინონ სასამართლოს წინაშე და როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს დოკუმენტი თავისი უმძიმესი შინაარსით იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს არათუ სასჯელის დროებით გადავადება მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ მისი სრული გათავისუფლება და რაც მთავარია დროულად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ადეკვატური სამედიცინო მკურნალობისთვის. მადლობა ზურა. ზურა პეტროსიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები კი 2 დღეში გასაჯაროვდება. ამერიკელმა ექსპერტებმა უნდა თქვან, როგორ მოხდა მძიმე მეტალები დაპატიმრებული პრეზიდენტის ორგანიზმში. თუ უცხოელი ტოქსიკოლოგები დაადასტურებენ, რომ ბარიუმი, თალიუმი და ვერცხლისწყალი სააკაშვილის ორგანიზმში ყოველდღიურად ხდებოდა, მაშინ გამოდის, რომ პალატაში მყოფ პრეზიდენტს ვიღაც მიზანმიმართულად წამლავდა. პენიტენციური სამსახური კი სააკაშვილის უფლებადამცველებისგან მტკიცებულებებს ითხოვს, რომ პატიმარი პრეზიდენტი ნამდვილად მოწამლულია. ჩვენ ველოდებით ტოქსიკოლოგის ბოლოს და ბოლოს განმარტებებსაც. აი აქ ინტერპრეტაცია უნდა იყოს, კი ბატონო არის ეს ძიმე მეტალები, მაგრამ უცხოელი სპეციალისტზე საუბრობთ თუ ქართულზე? არა, უცხოელზე. ორშაბათს იქ რო იქნება ორშაბათი. იმ დროს ჩვენთან რაღაცა უნდა მივიღოთ. განმარტებული იქნება ვთქვით ვერცხლისწყალი, აი რა გამოიწვია ვერცხლისწყალმა. ალბათ ესეთი განმარტებები უნდა მივიღოთ ბოლოს და ბოლოს. და დიახ, იმიტომ რომ გამოდიან მისი მდგომარეობიდან ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის მანძილზე, ის რომ ის ვეღარ დგება და ვერ დადის, ვერ გადაადგილდება, ის რომ საკვებს ვერ იღებს. ბევრი მიზეზი აქვს, ის სუსტი აქვს საშინელი. ამერიკელი ექსპერტების დაჟინებული თხოვნით მას ჩაუტარდა გარკვეული ნიმუშები იქნა მისგან აღებული. მოვიდა ლაბორატორიული კვლევის პასუხები, რომ მის სხეულში აღმოჩნდა გარკვეული ნივთიერებები. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რა შეიძლებოდა ეს გამოეწვია. ის სიმპტომები, რაც მას გააჩნია დღესდღეობით, შესაძლებელია გამოწვეული იქნეს ამ ნივთიერებების მაღალი დოზით ორგანიზმში არსებობის გამო. საქმის მასალებიდან კარგად ჩანს, ზუსტად ჩანს უпроსტად, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებით ცუდად გონების კარგვის პირველ ეპიზოდზე საუბარი. გელათის ისტორიული მონასტერი საფრთხეშია. ტაძარში არსებული უნიკალური ფრესკები ნადგურდება და კულტურის სამინისტრო მის გადასარჩენად არაფერს აკეთებს. მთავრობა და საპატრიარქო 6 თვე მალავდა უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის დანაშაული, რომელიც გელათის ტაძრის გარშემო მოხდა. დოკუმენტი თავისუფლების მონიტორმა მოიპოვა და ამ დასკვნის მიხედვით მიმდინარე სამუშაოებმა გელათს უფრო მეტი ზიანი მიაყენა.
ჩვენ როგორც ვთქვით, მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც ეხება გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციას, მიგვიწვდება ხელი და ჩვენ ნათლად დავინახეთ ის, რომ ქალბატონ თეატროლოგიანის ასე ვთქვათ, პასუხისგებლობა იკვეთება. მაინც განახორციელეს ეს ჩარევა კედლის მხატვრობაზე, რაც ჩვენი ინფორმაციით იქნება დამაზიანებელი. ამ დასკვნის ინფორმაციას ფლობთ ჩვენ, რომელიც არის დრამატული, პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია, სადაც არის, ესე იგი, აღწერილი თუ როგორ ცუდ მდგომარეობაშია ჩარევის შემდეგ ეს ჩვენი გელათის მონასტერი. თავრესი პასუხისმგებელი პირი არის კულტურის მინისტრი, ხოლო ორგანიზაცია ეს არის კულტურის სამინისტრო. მიუხედავად ესე იგი ექსპერტების მოწოდებისა, მინისტრმა ჩამოიყვანა როგორც ჩანს არაკვალიფიციური ექსპერტები და მათ მიერ მოხდა მთლიანად ესე იგი მხატვრობის დაზიანება და გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ტაძარს. მერიის კიდევ ერთი გაჭიანურებული პროექტი მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა თბილისის ცენტრში ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამანქანო გზა გახსნილია, თუმცა ავტომობილების მოძრაობის პარალელურად იქ მძიმე ტექნიკაც მუშაობს. ფეხით მოსიარულეები და მიმდებარე ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაუსრულებელი სამუშაოების გამო მათთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. და დისკომფორტია, ყველასთვის დისკომფორტია. აი ბავშვიანი ვარ, ჩემთვისაც დისკომფორტია. გაიწერა, შეეძლოთ რომ ქალმა თქვა ეხლა. აი შეიძლება და უცხოელმა თქვა რომ ერთ თვეში დამთავრებულიყო, მაგრამ 5 მუშაა და 20-ზე დამხედველი. საიდან იქნება ესე? რა ვიცი. ეხლა როგორც იყო ისე არჯობდა? შევიწროვდა, იმიტომ რომ გაჩერებების შუა იმაში დააყენეს ბაძავენ ევროპას და ჯერ ევროპის ნაირი პირობები კონდეს ხალხ. ქუჩაზე და ძალიან დიდხანს იყო ეს რემონტი, მთელი 3 თვე და მას მერე რაღაც სანიაღვრეები, ყველაფერი არასწორად არის გაკეთებული. კანალიზაციის ჭები, ჭედება. ნუ მოკლედ გაწამებული ვართ. მე მგონია რომ რაღაც ადგილებში აი შუქნიშანი რატო დაემატა, ისეთ გადასასვლელს რატო დაემატა შუქნიშანი და ასე შემდეგ, ანუ ვერ ვიგებ. რა თითქოს აი ძალიან ისე შეცვალეს ჩემი გარემო, რომ აი არც სარგებლიანობა არ გაიზარდა ამით. ფაქტიურად სამშენებლო ტექნიკა და შესაბამისი დანაყოფები და ავტომობილები და მოქალაქეები ერთობლივად ქაოსურად გადაადგილდებიან, არ არის დაცული როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიური მინიმალური სტანდარტების. ყველა გამზირის რეაბილიტაციისას გვაქვს ერთი და იგივე პრობლემები. ეს იყო ვაკის რეაბილიტაციისას, ქეთევან-წამებულზე, მელიქიშვილზე დაუგეგმავი და არასრული და ხარვეზიანი პროექტები. რეაბილიტაციის შემდეგ უკვე რამდენად ამართლებს კალაძის ახალი, ასე ვთქვათ, საგზაო პოლიტიკა, ამას ჩვენ ვხედავთ ჭავჭავაძეზეც, ვხედავთ ქეთევან-წამებულზეც. უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია პერფორმანსი გაიმართა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ და მერიას მოუწოდებენ ტერიტორიის განვითარების შესახებ მოქალაქეებთან მსჯელობა დაიწყოს. ამბობენ, რომ იპოდრომზე ახალი პარკის მოწყობის სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი. დღევანდელი აქციის მიზანი როგორც ყოველთვის არის ერთი, რომ შეეჩერდეს უკანონო მშენებლობა და როგორმე შევინარჩუნოთ ერთადერთი ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცე საბურთალოს განაშენიანებაში და ეს ფორმა, აი საფესტივალო ფორმა, ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ხოლმე მსგავსი ფორმის ფესტივალებს, იმიტომ რომ ვცდილობთ ხაზი გაუსვათ იმ ღირებულებას და მნიშვნელობას, რასაც იპოდრომი ატარებს. დიდი ხანია ამაზე მიდის საუბარი და ალბათ ბევრი აზრი არსებობს, მაგრამ უნდა გაიმარჯვოს ჯანსაღმა აზრმა და ჯანსაღი აზრის ერთ-ერთი ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას როგორც უნდა ეს აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. სხვანაირად ეს ადგილი დაკარგავს თავის რაღაც იმ ხიბლს, რომელიც აი მას შემდეგ რა საერთოდ ამ ადგილმა დაკარგა თავისი ხიბლი, იმიტომ რომ სხვა ფუნქცია შეიძინა და არის აი ესეთი რაღაცა მიტოვებული. ქურდობა გორში, მშვიდობის გამზირზე საცხოვრებელი სახლი გატეხეს. წაღებულია ტექნიკა და ძვირადღირებული სამკაულები. ეს კონკრეტული ბინა დამნაშავეებმა უკვე მეორედ გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა სავარაუდო დამნაშავეები ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან.
ჯერ ოქრო გაიტანეს ერთი თვის წინა. მერე გუშინ საღამოთი კი არის სანთლით 7:30-ზე 7-ზე მე მოვედი. ალბათ სახში მოვასწარი და გადაყრე მქანჯაკი. დაინახეთ რომ სახში. არა, ბევრია გაიფასიანები იყო ძველი ოქროები. წაიღეს პირველად რომ გაგურდეს, რაც კი ოქრო მქონდა და ეხლა წაიღეს ტელევიზორებიც და რაც დარჩათ კიდე წასაღები ალბათ ოქროები კიდე მქონდა, ნათლობის ჯვრები წაიყარები არ იყო გადახილი და ფარჯიდან შემოვიდა როგორც ჩანს. პოლიციას მიმართეთ? კი, რა თქმა უნდა. და რეაგირება? კი, რეაგირებაც მოხდა, მოვიდნენ და ანაბეჭდებს ყველაფერი აიღეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 37 წლის გელა ისაშვილს ხელზე მრავლობითი დაზიანებები აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. უწყებას ამ დრომდე არც არ უთქვამს ვინ მიაყენა მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს დაზიანებები. შემთხვევა სოფელ შილდაში გუშინ მოხდა კონფლიქტის სუფრაზე დაიწყო, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მოკლულია 25 წლის გიგა არჯევნიშვილი, რომელსაც ცივი არაღით დაზიანებები გელა ისაშვილმა მიაყენა. დაიჭამნენ ორი კაცი იდიდა სუფრასთან. და მე მოვიდა ორი მანქანა. ხარ ბიჭები მოვიდნენ. ამ ხანაკები ყოფილან, რა ვიცი, ვინც ერთად მოვიდნენ და ის ორნი კი ბიზაშვილი და თვითონ იყვნენ. სროლა იყო, მაგრამ იმდენი არაფერი არ იყო ჩხუბი და ყაყანი. უკვე მე რო გავიღვიძე, მის ბიჭი ჩაასვეს მანქანაში ჩატენეს და თან გაიქცნენ, წავიდნენ. დაჭრილი? დაჭრილი კი. ორივე მერცმაინცი დაჭრეს. პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, კვლავ არის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა, იმყოფება მედიკამენტური სედაციის ქვეშ, წილის ქვეშ და იმყოფება ისევ მართვის სუნთქვაში. ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევები მუცლის ხრუზე და ასევე გულმკერდის ხრუზე. მრავლობით დაზიანებები ჰქონდა, შემავალი ჭრილობები პაციენტს. მუცლის, გულმკერდის, კისრის და თავის მიდამოში. ატენის ხეობის სოფლებში ბუნებრივი აირი გაიყვანეს, თუმცა გაზი ადგილობრივებს მაინც არ მიეწოდებათ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნებს ელოდება, რომ ბუნებრივი აირის გაშვებით ხეობაში დამატებითი პოლიტიკური ქულების დაწერა შეძლოს. ახლა ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გაზის ჩართვასთან ერთად სოფელში არსებული სხვა პრობლემების მოგვარებასაც ითხოვს. უკვე წელიწადზე მეტია ეს გაყვანება არსებობს, მთელი 9 წელიწადზე მეტი. პირდაპირ გაგებით ტალახში აცხოვრეს ადამიანები, ისე რომ სახში შესვლა არ შეეძლო ხალხს ნორმალურად, ვითომ დამთავრდა ესა, დატესტეს თქვენს რომ იქ წნევა კარგია ისეს მოკლედ, რა ვითომ გაკეთდა ეს ყველაფერი, მას შემდეგ წელიწადს ნახევარი ხო უკვე გავიდა და ეხლა იძახიან, ვისაც ჰქონდა პირადი კონტაქტი და ვის ესაუბრა, ეუნევიან რომ ის რა ქვია, არჩევნებამდე არ ჩავთავთ. ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა არის ჩვენი ამ ორი სოფლის გაზიფიცირება, რომელიც რომ 2 წელია დამონტაჟებულია, დაქსელილია, მაგრამ გაზმა გაიარა, მივესალმებით სკოლაში ჩაურთეს, ბავშვები თბილად არიან, მაგრამ ის ბავშვი რომ თბილი საკლასო ოთახიდან მოვა და ღამე ცივს სახში გაკვეთილებს მოგვიმზადებს ის. ამიტომ ვითხოვთ ჩვენს ჩაგვირთონ გაზი. გვინდა გვინდა ნორმალური სასმელი წყალი. არ დაილევა ჩვენი წყალი და არც არაფერზე არ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ გააკეთეს, ხო, იყო პროექტში და გააკეთდა, მაგრამ არ ვარ გასასმელი. ტრანსპორტი გენაცვალე, ტრანსპორტი, ყველას არ აქვს საშუალება ტაქსებით ვიაროთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ არ აინტერესებს ჩვენს ხელისუფლებას არც ადგილობრივს და არც ცენტრალურს სოფლის მოსახლეობა. არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. თუ შეხედავთ, ერთი ახალგაზრდა არ არის ეხლა აქ და რატო? იმიტომ რომ არ არის არც სასმელი წყალი, არც ბუნებრივი აირი, არც ტრანსპორტი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას მოსახლეობა სოფლისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებს. ამბობენ, რომ სურთ მათ სოფელს ისტორიული სახელი მამეი დაუბრუნონ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოწოდებას არ ითვალისწინებს და აპირებს სოფელს მეგობრობა ან მწვანე გორა დაარქვან. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და სამომავლო ბრძოლის გზებზე ისაუბრეს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კოლექტიური წერილით მოსახლეობა მიმართა თვითმმართველობას, დღემდე მათი მხრიდან არ იყო დაორგანიზებული რაიმე შეხვედრა. იყო რამოდენიმე შეხვედრა მერთან, თუმცა კოლექტიური სოფელთან შეხვედრა, სადაც ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ეს ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორი უნდა იყოს მათი სოფლის სახელწოდება, მაგდაგვარი არაფერი არ ყოფილა საფუძვლად და დღეს თვითორგანიზების მეთოდით მოსახლეობა ატარებს სოფლის კრებას და ითხოვს სოფლის
აკაშვილის სახელწოდების შეცვლას და ისტორიულის აღდგენას. სოფელი საბჭოთა კავშირის დროს დარქმეული კიროვკის სახელს ატარებს. სახელმწიფომ კი გადაწყვიტა, რომ ეს სახელი შეცვალოს. ჩვენ რა თქმა უნდა თანახმავართ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენთვის მიუღებელი სახელი აქვს შერჩეული. ჩვენ გვინდა სოფელ საბჭოთა კავშირამდე არსებული სახელი მამეი დაერქვას. ჩვენ გვინდა რომ სოფელს 30 წლის წინ არსებული სახელი მამეი დაუბრუნდეს. ადგილობრივი მერია ჩვენ ორ სახელს გვთავაზობთ, რაც სოფლისთვის მიუღებელია. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არც მწვანე გორა და არც მეგობრობა არ არის მისაღები. მამეი ამ სოფლის ისტორიული სახელია. მერია ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებს, თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოსკოვში კომსომოლსკაიას მოედანზე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, როგორც ცნობილია, ცეცხლი ყვავილების საწყობი აფეთქდა და ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე კი გამოძიება უკვე დაწყებულია. ზაპოროჟიეს ატომური ენერგოსადგურის ტერიტორიაზე თავდასხმებით ცეცხლთან თამაშია. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს და მომხდარ აფეთქებებს გმობს. რაფაელ გორსის თქმით, ბირთვული ობიექტის ზონაზე მიტანილი იერიში ცეცხლთან თამაშია და შესაძლოა ეს კატასტროფის მიზეზიც გახდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა. იერიშების დროს ობიექტზე რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროსისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა. კიევში მყოფი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის პირველი ვიზიტის დროს ომში მყოფ ქვეყანაში მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მიმდინარე ომი, უკრაინის სამხედრო დახმარება და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება იყო. სუნაკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსების განადგურებული ტექნიკაც დაათვალიერა და ქუჩაში მოსახლეობასაც შეხვდა. ვიზიტის დასასრულს კი ორი ქვეყნის ლიდერმა მედიისთვის ბრიფინგიც გამართა. Дякую. კიევში ვიზიტი და თქვენთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ ომში არ გაიმარჯვებთ. ეს ეხება როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას. მოგაწვით ახალ შეიარაღებას და თქვენი ჯარისკაცებისთვის სპეციალურ აღჭურვილობას. ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის აღდგენა. უნდა დავასრულოთ ეს ბარბაროსული ომი და აღვადგინოთ კანონის უზენაესობა. ყველა ადამიანი, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, კანონით დაისჯება. უკრაინელი ერი თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ ვნახეთ ოკუპირებულ ზონებში მცხოვრები ადამიანების შეხვედრა. მობისმინეთ ხერსონში ამღერებული ადამიანები. ისინი უკრაინის ჰიმნზე მღეროდნენ. უკრაინის დიდება და თავისუფლება არ გამქრავა და არ გაქრება არასდროს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სამხედრო დახმარებაზე, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსების იერიშებსა და განადგურებულ სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე ვისაუბრეთ. პრემიერმა მკაფიო მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რუსეთმა მტკივნეული შედეგები უნდა მიიღოს. ვისაუბრეთ უკრაინის მიერ შექმნილ მშვიდობის ფორმულაზეც. რიში სუნაკმა ამ საკითხშიც მტკიცე მხარდაჭერა გამოგვიცხადა. დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეწყვიტა ეს ომი და გაიყვანეს შენი ჯარები. გერმანიის კანცლერი ვლადიმერ პუტინს საჯაროდ მიმართავს. ოლაფ შოლცი ხაზს უსვამს, რომ დამპყრობლური პოლიტიკის გამო G20-ის სამიტზე რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდა. გერმანიის პირველმა პირმა ეს განცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე გააკეთა. შეწყვიტა ომი, გაიყვანეს ჯარი და გაათავისუფლეს გზა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებისკენ, რომელიც შეუძლებელია რუსეთმა უკრაინას უკარნახოს. არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვისი ტერიტორიები მიისაკუთროს. სწორედ ამიტომ მუშაობთ იმ აზრის ფორმულირებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ნორმები უნდა დავიცვათ და კანონმა ძალადობაზე გაიმარჯვოს. რუსეთმა დადო საიდუმლო შეთანხმება ირანთან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი 3 ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში ირანში გამართული შეხვედრის დროს გაფორმდა. გამოცემა წერს, რომ ამ გარიგებით მოსკოვი მიიღებს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალას, რომელიც 9 თვიანი ბრძოლის შემდეგ დეფიციტშია.
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო პოლიტიკის მეორე პლანზეა გადაწეული. ტელეკომპანია CNN-ი გასული კვირის მოვლენების გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო ლიდერების სამმა მთავარმა სამიტმა ცხადყო, რომ პუტინი სულ უფრო იზოლირებული ხდება. პუტინი თითქმის არ ტოვებს მოსკოვს და მთავარ სამიტებზეც კი არ დადის. CNN-ი ციტირებს კარნეგის ფონდის უფროს მეცნიერ თანამშრომელს, რომლის თქმითაც პუტინი არ ტოვებს მოსკოვს, რადგან პირადი უსაფრთხოებით არის შეპყრობილი და ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე დაპირისპირების სცენების თავიდან აცილება სურს.